გორში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ცნობილია, რომ ტურისტები მუნიციპალიტეტს ძირითადად ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სტუმრობენ. მათ განსაკუთრებული ინტერესს კი ისევ საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმი იწევს. ტურიზმზე ვისაუბრებთ დიანიუსის სტუმრის ბლოგში. ჩვენ პირდაპირ ეთერში გვერდება გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან იარდალაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო ქეთევან. თავდაპირველად მაყურებლისთვის საინტერესოა, როგორია ვიზიტორთა სტატისტიკა წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია თუ არა ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტს სტუმრობენ? დიახ, წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია ტურისტების რაოდენობა და რაც შეეხება სტალინის თემას, სტალინის სახლ-მუზეუმი არის საქართველოში პირველ ადგილზე მყოფი მუზეუმი ვიზიტორთა რაოდენობით. თითქმის ყველა, ვინც ჩამოდის, სტუმრობს აუცილებლად სტალინის სახლ-მუზეუმს, მერე მიდის უფლისციხეში, ჩვენთან შემოდიან, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას გორის ციხის შესახებ და ატენის სიონთან დაკავშირებით, სადაც შეუძლიათ მარნები მოინახულონ და დააგემოვნონ იქაური ღვინო. თქვენ აღნიშნეთ, რომ გაზრდილია, თუ შეგიძლიათ კონკრეტული ციფრები რომ მოიყვანოთ აი ამის. შარშან ამ დროს აპრილის თვეში იყო 1063 ვიზიტორი და წელს არის 1215. ანუ ახლა ვერ გეტყვით, რომ ძალიან დიდი პროცენტია სხვაობა ზრდაში, მაგრამ ფაქტია, რომ არის ზრდა. წინა თვეებშიც ასე, ანუ შარშანდელ თვეებთან შედარებით წელს ყველა თვეში არის ზრდა. აი რამ განაპირობა თქვენი აზრით, დაუშვათ, თუნდაც ასეთი მცირე, მაგრამ მაინც ზრდა. ანუ ყველაზე პრიორიტეტული დარგი ამ წუთში საქართველოსთვის და ისეთი გათვლები კეთდება ტურიზმთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი გეგმები და ძალიან დიდი პროექტები ხორციელდება. რა რეკლამაც ძალიან დიდი შედარებით რა გაკეთდა დამატებით იმისთვის რომ ტურისტულად უფრო საინტერესო რო იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტი. კეთდება, ეხლა ვერ გეტყვით რომ დასრულებულია, მაგრამ იგივე ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია ძალიან დიდი გეგმებია გორის ციხესთან დაკავშირებით, ანუ განახლება მოხდება და ახალი სიცოცხლე მიეცემა მთლიანად გორის ციხის რეაბილიტაციის შემდეგ. გასაგებია. ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ტურისტი გორში სტალინის სახლ-მუზეუმის სანახავად ჩამოდის. საინტერესოა, რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ისინი და თუ აქვთ კითხვები სტალინის პირქვე დამხობილი ძეგლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, კითხვები არის და ძალიან კარგი იქნებოდა ეს ძეგლი რომ იყოს სანახაობრივად პირველ რიგში და მოხდეს აღდგენა და რაც შეეხება ლიდერობს წლების განმავლობაში ტურისტების ქვეყნებს შორის რუსეთი. რუსეთი არის წლებია ლიდერი. პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორე ადგილს იყოფენ ჩინეთი, ირანი, ძალიან ბევრი ვიზიტორია პოლონეთიდან გორში და ასე შემდეგ. თქვენ აღნიშნეთ, რომ კარგი იქნება თუ აღდგება ძეგლი, თქვენ ანუ რა ფორმით თვლით საჭიროთ აი ამ ძეგლის აღდგენას? გნებავთ პირვანდელი ფორმა რო დაუბრუნდეს. მე ვერ გეტყვით ახლა რა ადგილას იქნება, შეიძლება იმ ადგილზე აღარ იყოს, სადაც იყო, მაგრამ იყოს თუნდაც სტალინის ბაღში. დიახ. და ეს ტურისტებს კიდევ უფრო გაზრდის და დააკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ინტერესი სტალინის მიმართ მიდან იაპონია, იგივე ჩინეთი, ძალიან დიდი ინტერესია ამ ქვეყნებიდან სტალინისადმი. დიახ, გასაგებია. ქალბატონო ქეთევან, პრობლემები თუ მოგისმენიათ ტურისტებისგან, ძირთადად რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი, თუ დაუფიქსირებიათ თქვენთან აღნიშნული? დიახ, იმიტომ რომ გარერთხელ გაჟღერდა პრინციპში ტურისტების მხრიდან, რომ მათ ყველაზე მეტად ამ ქალაქში აღელვებდათ, რომ არ იყო ლათინურ ენაზე, ასე ვთქვათ, აბრები, იგივე სამარშრუტო საშუალებებს არ ჰქონდათ ეს აბრები გაკეთებული, მე გულისხმობ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კაფე რესტორნებს და რაც ხშირ შემთხვევაში მათ დაბნევას იწვევდა. აი ამ ხრივ თუ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ტრანსპორტს რაც შეეხება, ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ აუცილებლად უნდა იყოს აბრა უცხო ენაზე წარწერა. ძალიან დიდ გულის ტკივილს გამოხატავენ კვების ობიექტებთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ხშირად მენიუში არ არის მითითებული ფასები. და ძალიან მოუგვარებელი თითქმის არის პრობლემა, ეს არის მაწანწალა ძაღლები ქალაქში. ამას ყოველთვის აღნიშნავენ.
გასაგებია. ქალბატონო ქეთევან საინტერესოა ასევე რა ტურისტულ მარშრუტს თავაზობთ ტურისტული სააგენტო თავი რომ დავანებოთ სტალინის თემას სხვა რა ხიბლობთ ყველაზე მეტად ტურისტებს ჩვენს რეგიონში. უფლისციხე ძალიან მოწონთ, ატენის ხეობა და ატენის ხეობა ძალიან პოპულარული გახდა, რაც გამოუშვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბუკლეტი, ეს არის გზამკვლევი ატენის ხეობაში საფეხმავლო ბილიკები. და გორს სტუმრობენ ძირითადად მცირე ბიუჯეტიანი ტურისტები და იმათთვის ეს არის ძალიან საინტერესო და მომხიბვლელი თემა. ატენის ხეობა არის ძალიან აქტუალური, ასე რომ ვთქვათ. მოწონთ ძალიან ჩვენი ღვინო ატენური, სტუმართმასპინძლობა ჩვენი, ანუ დახვედრა ფანტასტიკური და ქართული საჭმელი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ვიმედოვნებთ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება საგრძნობლად და ჩვენ ამ თემას ბუნებრივია კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით. ქეთევან იარდალაშვილი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობდა დიანიუსის კითხვებს.